გამარჯობა, მე რუსკოვარ სტუდია ალგორითმია, რომელიც ქართულმა მედია ჯგუფმა 28 ნოემბრის ამბების შემდგომ სრულიად ახალგაზრდებს და საზოგადოებას დაუთმო, რათა მათ წარმოაჩინონ თავისი სათქმელი საზოგადოების წინაშე და ფაქტებით, რეალობაზე დაყრდნობით მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. დღეს ვისაუბრებთ მედიას და იმ შეზღუდვებზე, რომელიც მედია საშუალებებს ემუქრება თუ ახლოს მომავალში კანონში შესული ცვლილებების მიხედვით და ჩვენ გადაცემის სტუმარი იქნება ქართლის ამბების დაფუძნებელი და ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს შემთხვევით რომ რეალურად მედიის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რასაც გვიმზადებენ, ასე რომ ვთქვათ, საფრთხეს უქმნის პირველ რიგში გამოხატვის თავისუფლებას ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჟურნალისტებს აქცევს ძალიან ესეთ მსხვილ ჩარჩოებში და აღარ აძლევს საშუალებას იმის, რომ რეალური ამბები მიაწოდონ საზოგადოებას. მაგრამ სანამ უშუალოდ ამაზე ვისაუბრებთ, ქართლის ამბები არის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ასე ვთქვათ, ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას აწვდის სწრაფ, სწორ და რაც მთავარია, ასე ვთქვათ, ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციას. როდის დაარსეთ, რა იყო თქვენი მიზანი, იმიტომ რომ ერთი არ ხარ ჟურნალისტი, მაგრამ მეორე არ ხედავ საჭიროებას იმის, რომ გქონდეს საკუთარი პლატფორმა, საიდანაც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდით, ამიტომ რა იყო მიზანი და რამდენი ხანია რაც ქართლის ამბები აქტიურად მუშაობს გორის მუნიციპალიტეტში და ჩვენს რეგიონში. მადლობა ასეთ შეფასებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად თქვენგან ეს კომპლიმენტი და თქვენი თაობისთვის, თქვენი თაობისგან ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ეს მედია საშუალება შევქმნით, მანამდე გქონდა გაზეთი ბეჭდური სახით 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო ბეჭდური სახით, ერქვა ქართლის ხმა გაზეთს და შემდეგ უკვე ეს იყო 2011 წელს, როდესაც აქტიურად ასე ვთქვათ, შემოვიდა ცხოვრებაში სოციალური ქსელები, ინტერნეტი, ვებგვერდები და ასე შემდეგ. 2011 წლიდან ნოემბრიდან ჩვენ უკვე გადავედით ახალ მედიაზე და გავაკეთეთ ვებგვერდი ქართლიჯი, პირველად ეს იყო 2011 წლის ნოემბერი და შემდეგ უკვე ნელ-ნელა Facebook, Instagram, ახლა უკვე TikTok და ასე შემდეგ. და როცა შევქმნით ჩვენ, სწორედ ეგ იყო მიზანი, რომ ბეჭდური მედია აღარ იყო ისე აქტუალური, როგორც მაგალითად ინტერნეტი და ხნის განმავლობაში ჩვენი ფოლოვერების რაოდენობაზეც კი აისახა ის ინტერესი, რაც გააჩნია საზოგადოებას. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მოწონდეს ახალგაზრდებს. იმიტომ რომ მაინც ინტერნეტთან ურთიერთობა აქვს ახალგაზრდებს და უფრო მეტად ვიდრე მაგალითად შედარებით შუახნის ან უფრო ზევით ასე ხანდაზმულ ადამიანებს. ამიტომაც იყო მაშინ გადაწყვეტილება, იმიტომაც მივიღეთ, რომ ძირითადად მაინც ინტერნეტ მომხმარებელი იყო, ინტერნეტი იყო ინფორმაციის მიღების წყარო. თუმცა როცა შეიქმნა, მაინც კვლევები აჩვენებდა, რომ მოსახლეობა მაინც ტელევიზიიდან იღებდა ინფორმაციას იმ პერიოდში. ეხლა უკვე ეს რეალობა შეიცვალა და დამოკიდებულება ინტერნეტთან არის საკმაოდ დიდი. ეხლა რაც შეეხება იმ საფრთხეებს, რომელიც დღეს შეიქმნა, ეს ცვლილებების პაკეტი, რომელიც წარადგინა პარლამენტმა, მაინც ჯერ ვთქვათ, შინაარსი ხომ და მე ამ შინაარსს რომ ასე ვთქვი, ამ ინფორმაციას რომ მიიღებს მაყურებელი, უფრო მეტად გამოიტანს იმ დასკვნას, რასაც მე ჩვენც ვიტყვით, რომ პირველ რიგში უნდა შეწყდეს ამ ცვლილებების მიხედვით, უნდა შეწყდეს უცხოეთიდან დაფინანსება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მაუწყებლობზეა საუბარი, მაგრამ იმ პრაქტიკიდან რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ხდება, ნელ-ნელა თუ შეეხება მაგალითად რომელიმე ტელევიზიას, მე უკვე გადადიან ონლაინ მედიებზე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ეს ჩვენც შეგვეხება. მაუწყებლებს არ აქვთ უფლება, რომ მიიღონ დაფინანსება უცხოეთიდან. ეს იქნება ორგანიზაცია თუ კერძო პირი. იქვე ჩანაწერში გაკეთებულია, როგორც მე ვნახე, ეს გამოაქვეყნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, იქ გაკეთებულია, რომ რეგისტრირებული არ უნდა იყოს უცხოეთში და ასევე რაიმე სახის კავშირი არ უნდა ჰქონდეს დაფინანსების წყაროს. ეს რას ნიშნავს? აი, როცა ჩვენ მაგალითად დავაფუძნეთ მედია
ჩვენ დავაფუძნეთ სწორედ გრანტების საშუალებით. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს იყო ჩვენი პირველი მხარდამჭერი, შემდეგ უკვე IREX-ის მედია პროგრამა იყო, რომელიც USAID-ისგან ფინანსდებოდა. ჩვენი მხარდამჭერი იყო Deutsche Welle, გერმანიის ფონდი, მედია მხარდამჭერის ფონდი და ეხაც მხარდამჭერია და ძალიან მრავალი ფონდები, რომლებიც მედიას თავისუფალ მედიას უჭერდნენ მხარს. აი ამდენი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი მოთხოვნა, ერთადერთი სტანდარტი რაც იყო აი ამ გრანტების მიღებისა, ეს იყო რომ ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდიდან უნდა იყოს ზუსტი. და ეს არ უნდა იყოს ის მედია საშუალება, რომელიც გაავრცელებს რაიმე არასწორ ინფორმაციას. ერთადერთი აი ამ ხნის განმავლობაში რაც ჩამოგვიყალიბდა ამ გუნდში მომუშავე ჟურნალისტებს და ჩვენს გარშემო კიდევ ვინც არიან და ვისაც შეხება ჰქონდა, თავარი მოთხოვნაა რომ ინფორმაცია იყოს გადამოწმებული და თუ რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჭეშმარიტებას ძალიან ძნელია ჭეშმარიტება დაადგინო, მაგრამ საზოგადოებას უნდა აჩვენო რომ შენ აი ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის ყველანაირი საშუალება გამოიყენა, ძალისხმევა არ დაიშურე, რომ ამ ინფორმაციის ეს ინფორმაცია დაგიდასტურებინა. თუ ვერ ადასტურებ, ესეც უნდა აუხსნა მაყურებელს, რომ ვერ ადასტურებ. რატომ ვერ ადასტურებ? რა არ გიყო, ხო? არ დაგელაპარაკა მაგალითად სახელმწიფოს წარმომადგენელი, არ მიგიღო თვითმმართველობის წარმომადგენელმა. შენთან გულისხმობა რომ საზოგადოებასთან საუბარი არ ესურვა მისმა არჩეულმა დეპუტატმა მაგალითად, ხო? აი ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ინფორმაციასთან, რაც სჭირდება საზოგადოებას. აი ეს არის ასე ვთქვათ ყველაზე დიდი შეიძლება წყალებში ვთქვათ მტერი ხელისუფლებისთვის რომ არსებობდეს ნამდვილი ასე ვთქვათ ეთიკური ჟურნალისტიკა საქართველოში. ეთიკური ჟურნალისტიკა ყველაზე დიდი მტერი ძალაუფლების მქონე ადამიანის სისტემისთვის. ამიტომ არის პირველი დარტყმა, სერიოზული დარტყმა ახლა ამ ეტაპზე არის იმაზე რომ არ მიიღო დაფინანსება ფონდებისგან. ახსენე გრანტები და ახსენე ის რომ ადგილობრივ მედიებს, ანუ ინტერნეტ ტელევიზიებს ამ შემთხვევაში როგორც თქვენ ხართ და არაერთია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჯერჯერობით იმდანაც არ შეეხება, იმიტომ რომ კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენოთ რომ სამაგიერს თქვენ შეგეხოთ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, იმიტომ რომ დაფინანსებების შეწყვეტა მოყვა ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივ და ონლაინ მედიებზე. და ასევე აღსანიშნავია ისიც რომ უკვე ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის და თუ არ დარეგისტრირდები, უკვე ციხეც კი გათვალისწინებული. სანამ უშუალოდ ამ ახალ კანონზე გადავალთ, ამაზეც რო ვისაუბროთ. რაც შეეხება იმ კანონს, რომელიც გასულ წლის გაზაფხულზე იქნა ხელმეორედ შემოტანილი, ამ კანონის მიხედვით ასევე ეს კანონი ყველას ეხება, ვინც კი აბსოლუტურად დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და პირადად ჩვენი ორგანიზაცია 95% როგორც თქვი დამოკიდებული ვართ ამ საერთაშორისო გრანტებზე. დარეგისტრირების შემთხვევაში ჩვენ მოხვდებოდით იმ რეესტრში, რასაც ქვია უცხოური გავლენის მატარებელი ორგანიზაცია. ჩვენ უარი ვთქვით დარეგისტრირებაზე ამ რეესტრში. დღემდე არა ვართ დარეგისტრირებული. ვალდებულება იყო ამ კანონით, რომ ეს უნდა შეგვესრულებინა თუ არ ვცდები სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო ამის რეგისტრაცია და პრინციპულად უარი ვთქვით, იმიტომ რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ აი ამ უცხოური გავლენის მატარებელ ორგანიზაციას. ამ წლების განმავლობაში რაც გავუკეთებია, ხომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ინფორმაციას, რომელიც სჭირდებოდა მკითხველს, რომელიც სჭირდებოდა საზოგადოებას, რომელიც იყო ჩვენი მომხმარებელი და რომელიც ინტერესს გამოხატავდა, რომ ყოფილიყო ჩვენი ასე ვთქვათ მაყურებელიც და მკითხველიც. ამიტომ მე რა მოყვებოდა აი ამ რეესტრში მოხვედრას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, როგორც არის ბელორუსი ან კიდევ რუსეთი, რეესტრში მოხვედრილებს რაღაცა პერიოდის შემდეგ აღარ აძლევდნენ მაგალითად
რაღაც საარჩევნო შესაძლოა ჩამოერთვას საარჩევნო უფლება, ვეღარ მიიღოს მონაწილეობა. შესაძლოა, ანუ საფრთხეები იმისა, რატომაც არ უნდა დავრეგისტრირიყავით, არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის ფიქრის საშუალებას გვაძლევდა. ამიტომაც უარი ვთქვით. ეხლა როგორც საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები, მის ნაცვლად იღებენ ფარას მსგავს კანონს, რომელიც იმ ქვეყანას სადაც მიიღეს, ეხება მტრულად განწყობილ ქვეყნებს და მათგან დაფინანსებულ, ასე ვთქვათ, დაფინანსების შემთხვევებს, მაგრამ ჩვენთან მტრულად განწყობილი, ასე ვთქვათ, ქვეყნები არ არის დაკონკრეტებული. მაგრამ ვინ არის ჩვენთვის მტრულად განწყობილი? ძალიან ზოგადად წერია უბრალოდ ქვეყანა კი. უბრალოდ ქვეყანა. ამიტომ ის რომ მე მაგალითად კვლავ გავაგრძელო და მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა ფონდებისგან მოვითხოვ, მე არა ვარ დააზღვეული, რომ ეს კანონიც ასე ვთქვათ, ჩემ წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. ამიტომ ძალიან ისეთი რთული სიტუაცია მედიებისთვის, განსაკუთრებით იმ მედიებისთვის, რომლებიც უშუალოდ ფინანსდებიან აი ამ უცხო ფონდებისგან და კიდევ უნდა გავუსვა ხაზი ამ დეტალს, რომ რატომ არის ასეთ ორგანიზაციებზე დარტყმა, ხო? იმიტომ რომ ვინც კი დაუფინანსებია მედია ფონდებისგან, ვისაც კი მიუღია მხარდაჭერა, ყველა მედია არის ეთიკური. ყველა მედია მუშაობს, ყველა ასეთი მედია მუშაობს მაღალ სტანდარტებზე. ეს მედიები არის პუბლიკა, ნეტგაზეთი, ბათუმელები, ქართლის ამბები, სამხრეთის კარიბჭე, ქუთაისი პოსტი, სხვადასხვა რეგიონებში ესეთი მიმოფანტულები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაიცვან ეთიკური სტანდარტი და იმ მხარდაჭერის, იმ ფინანსურის მიღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს არის, რომ ესენი არიან ეთიკური მედიები და ეთიკური მედია, აი ყველაზე მეტად სწორედ ეთიკური მედია არის საშიში ხელისუფლებისთვის და არა მაგალითად როცა იცი რომ რომელიღაც მედია არის პროპაგანდისტული და ადვილად შეგიძლია რომ ამ ეს პროპაგანდა შენ სასიკეთოდ გამოიყენო, ხო? ვინც მეტ შეცდომას უშვებს, ეს უხარია მეორე მხარეს. გინდა ხელისუფლება იყოს, გინდა. ამიტომ ყველაზე იმათზე მეტად საშიში არის ეთიკური მედია. ამიტომაც არის რომ სიღრმეში ამ განცხადებების მიღმა აი ეს აზრია ჩადებული აი ამ ახალ ცვლილებებში, ახალ პაკეტში, რომელიც შემოგთავაზეს. რა უნდა დაუპირისპიროთ ამას? თუ გადავხედავთ ისტორიას და იმ გამოცდილებას, რაც მანამდე არსებობდა დაუშვათ საბჭოთა პერიოდში ან კიდევ დიქტატორულ რეჟიმებში, ასე დროს უფრო მეტად ადამიანები უფრო მეტად მობილიზებული ხდებიან, ხელოვანები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ უფრო მეტად მობილიზებული ხდებიან, რომ ჯერ ერთი გადაისჩინონ, ასე ვთქვათ, სიცოცხლე შეინარჩუნონ იმ თავგანწირვის პირობებში, რა თავგანწირვასაც ეწეოდნენ და ისეთი ფორმით გადმოეცათ სათქმელი, რომელიც უფრო მეტად აი ამ პერიოდში იქმნებოდა ხოლმე შედევრები. თუ კი რამე დაწერილა დიქტატორულ პერიოდებში და ასე შემდეგ. ალბათ ის ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ბრძოლას აპირებენ ამ რეჟიმის პირობებში, ალბათ კიდევ უფრო მეტ შედევრებს და კიდევ უფრო მეტად მეტი ძალისხმევით იმუშავებენ და თავის პროფესიულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. და რაც თავარია, ყველაზე მთავარი არის, რომ ადამიანები ასე პირობებში ფიზიკურად გადარჩნენ. რომ მაგალითად მზია ამაღლობელის შემთხვევაში ჩვენთვის ყველასთვის რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შენარჩუნებული იყო მისი ფიზიკური არსებობა. იმიტომ რომ ის მედიას სჭირდება მართლა პროფესიონალი, აი მედიის უკვე ექსპერტიც ბევრისთვის ექსპერტია, ბევრისთვის ისეთი ადამიანია, რომელსაც შეიძლება შეიკითხო
მომავალი თაობის ჟურნალისტებისთვის მართლა სამაგალითო ადამიანია, ამიტომ ის ამას გულისხმობ, რომ ფიზიკური არსებობის შენარჩუნება არის ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და თუ ადამიანები შევინარჩუნებთ ახლა ამ ფიზიკურ არსებობას, შემდეგში უკვე ის ბრძოლა, რომელიც შესულია მედიაც და სამოქალაქო სექტორიც, ეს ამ პერიოდში მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი შედევრი შეიქმნება აი ამ სიტყვის იმ გაგებით, რომელიც შეიძლება გავიგოთ ასეთ დროს. თუ კი მოხდება იმის გააზრება, რომ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეთიკური მედიის არსებობა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, მაშინ მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ეს იქნება ელემენტარულად სოციალურ ქსელში თანადგომა, ელემენტარულად მხარდაჭერა, თუნდაც სიტყვიერად რომ იგრძნონ თანადგომა ამ ადამიანებმა, პირველ რიგში ეს ძალიან დიდი მოტივი იქნება იმისათვის, რომ მათ არსებობას კონდეს აზრი. მე არ მაქვს იმედი, რომ ბიზნესი როგორც ასეთი იქნება ურთიერთობაში ასეთ მედიებთან, იმიტომ რომ თუ არ იქნება დაფინანსება ხო უცხოეთთან, მაშინ უნდა ეძება რაღაც ალტერნატიული წყაროები. ალტერნატიული წყაროები რა გაქვს? ბიზნესი, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული. ეს პატარ-პატარა ბიზნესები საკეუკვე ნელ-ნელა, რომელიც მართლა დამოკიდებული იყო ისინიც საერთაშორისო ბაზაზე და საერთაშორისო დაფინანსებაზე, ისინიც უკვე მათი არსებობაც უკვე არ არის. მათი არსებობაც უკვე საფრთხეში, ამიტომ ბიზნესისგან, რომელიც რეკლამას ჩადებს მედიებში და თავის ბიზნესისთვის გამოიყენებს აი ამ რეკლამას, ესეთი სურვილიც არ ჩანს და არც არასდროს ყოფილა. ამიტომ იყო, რომ თავისუფალი მედიები ცდილობდნენ გრანტების მოპოვებას გარეთ ფონდებისგან, უცხოური ფონდებისგან. ამიტომ ესეთი თუ დაფინანსება, თუ რომელიმე ბიზნესი გადაწყვეტს მედიაში რაიმე ჩატებას, ფინანსების გავებას და რეკლამის განთავსებას, დარწმუნებული იყავით, რომ ის მოითხოვს საელექციო პოლიტიკაში ჩარევას. და ამაში ძალიან ბევრი მაგალითია. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ გულის მაგალითს, ყველა დიდი ბიზნესი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არის ურთიერთობენ იმ მედიებთან, რომლებიც მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება გააკრიტიკონ, რომელიც ასეთ განცხადებას იყენებს, რაც არაერთხელ ყოფილა, თუნდაც თქვენი მედიის ვებგვერდზე გაკეთებული. და საკრებულოს თავმჯდომარე ძალიან დიდი ახლობელია ამ ჯგუფების ხომ, ამ ბიზნეს ჯგუფების. ანალოგიურად შეგვიძლია სხვებიც თქვათ, დეპუტატები, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. კი, ყველა სიცნობს ეგ არის ხოლმე ბოლოს. ძალიან დიდი ურთიერთობის სამეგობრო და ასე ვთქვათ, ბიზნეს ინტერესებიც კი არსებობს მათ შორის. ამიტომ შეუძლებელია მედია იარსებობს საკუთარი სახსრებით. რაღაც დაგვრჩენია ის, რომ რაღაც პერიოდში ადამიანებმა, ჟურნალისტებმა უბრალოდ ფიზიკურად გაუძლონ იმ დიდ წნეხს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და აი ფიზიკურად ვხედავთ ხო ფიზიკურად როცა ვერ ერევიან, სცემენ, ამტრებენ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაზარავდა ამ საპროტესტო აქციების დროს, ეხლა უკვე გადავიდნენ ფინანსურ წნეხზე. ფიზიკურად ვერ გატეხეს, ეხლა გადადიან ფინანსურ წნეხზე. ფინანსური წნეხის ჯერჯერობით ისევ აი ამ საზოგადოების მობილიზებით ბევრი ჟურნალისტი და ბევრი ადამიანი აგრძელებს მუშაობას იმ მხარდაჭერით სწორედ. საბაწევო ნახსენებს ამაღლობელი და შეიძლება რომელიც ასე ვთქვათ ჩაგეწიო აქ და პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოუცხადო მას, იმიტომ რომ მისი გადარჩენა იყო ნებისმიერი ჩვენგანისთვის мотивация და მარო შეწყვეტა შემშილობა ჩვენთვის ეს იყო რაღაცნაირი ახალი დასაწყისი თითქოს რომ ეხლა უფრო აქვს ბრძოლას აზრი, იმიტომ რომ აღარ გვაქვს სხვა სანერვიული ამ შემთხვევაში მზიამაღლობელი სახით. რა თქმა უნდა მე დრო შედგასაც შემშილობს სამწუხაროდ კიდევ ერთი გადასარჩენი ადამიანი ყავს მისი სახით, მაგრამ ხედავთ რომ ამ პერიოდში
საზოგადოება გაიზარდა, იმიტომ რომ მათ ისწავლეს პროტესტი. გუშინაც ვამბობდი მაგას და ყოველთვის ვამბობ, როდესაც აქციებზე გავდივართ, რომ ისწავლეს ის თუ როგორ შეიკრან ერთ გუნდად, როგორ დაუჭირონ ერთმანეთს მხარი, როგორ იყვნენ სოლიდარულები, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ ერთ მხარეს ვიბრძვით უშუალოდ ქუჩაში, ვიბრძვით სოციალურ ქსელებშიც უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს და ვიბრძვით საკუთარი სიცოცხლის გარისკვითაც. ამ შემთხვევაში, თუნდაც მზიან ამაღლებელზე, როდესაც ვსაუბრობთ, თუნდაც შენს ქართლის ამბებზე, როდესაც ვსაუბრობთ თან ნებისმიერ ინტერნეტ მაუწყებელზე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ თქვენ კიდე ცალკეობი გაქვთ მოსაგები ხელისუფლების მხარდამჭერებთან, იმიტომ რომ რეალურად მხარდამჭერებიც არ არიან ზოგი და უბრალოდ 20 ლარის და 30 ლარის გამოწერენ ხოლმე კომენტარებს, ტროლებს შემოგისცემენ ხოლმე და რეალურად ეს აისახება გინდა არ გინდა მედიის ასე ვთქვათ ფუნქციონირებაზე. ბევრჯერ ვინახავს თუნდაც ქართლის ამბების გვერდზე ტროლები, ბოტები შემოსევა და ხშირ შემთხვევაში უკვე როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე ამ დროს გვერდის დაბლოკვის საფრთხეც, იმიტომ რომ არ რეპორტებენ ამ გვერდს. თქვენ რამდენად გაქვთ ამ ეტაპზე ამის საფრთხე, იმიტომ რომ ძალიან ესეთი დიდი რესურსია ჩადებული ამ გვერდის არსებობაში, ძალიან დიდი რაოდენობით ყავთ მომხმარებელი და დაარეპორტო ესეთი გვერდი მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა 20 ლარს და 30 ლარს გიხდის და არ მოგწოს მისი კრიტიკული პოსტები, ძალიან ესეთია მიუღებელი ჩემთვის და სახიფათო თქვენთვის ამ შემთხვევაში. რამდენად გიწევთ ბრძოლა ამ ფლანგზე კიდე ცალკე? ბრძოლა დიდი ხანია გვიწევს, იმიტომ რომ როცა პირველად გამოჩნდა რაღაც შეტყობინებები Facebook-ის გვერდზე, რომ უნდა გადავსულიყავით ლინკებზე და მე იმ ლინკების საშუალებით შემოსულიყვნენ ალბათ სისტემაში და გაეტეხათ ეს Facebook-ის გვერდი. ამის პრევენციული ზომები გვაქვს მიღებული ამაზე, რომ იციან ვინც არიან ადმინები ამ ჯგუფის, რომ ესეთი ასე ვთქვათ საეჭვო პროფილები არ უნდა გაიხსნას და მე მათი მეშვეობით არ მოხდეს გვერდის ასე ვთქვათ თუნდაც გაუქმება და მასალის წაშლა. რაც შეეხება დარეპორტებას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არაიდენტიფიცირებული მომხმარებლები, რომლებიც არიან ასე ვთქვათ ერთი დღის და ორი დღის შექმნილები, არ იყვნენ არც აქტიურობდნენ და არც იყვნენ გვერდის გამომწერები, ესეთი რაც რესურსში ჩვენს რესურსს ასე ვთქვათ შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ისინი არ იყვნენ ასე ვთქვათ ამ სივრცეში ამ ჩვენი აუდიტორიის გარშემო და მაქსიმალურად ვცდილობთ ესეთი ადამიანები არაიდენტიფიცირებული რომლებიც იყენებენ სხვადასხვა უხამს სიტყვებს კომენტარებს მაქსიმალურად ვცდილობთ თუ მოგუნიშნავენ მაგალითად რომ ეს ადამიანი ეს პროფილი არის ასე ვთქვათ ძალიან უხეშად შეურაცხყოფას აყენებს სხვებს, რა თქმა უნდა, ამაზეც გვაქვს რეაგირება. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოხმაურება ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუ რამე დაუშვათ გამოგჩა, ან კიდევ ყურადღების მიღება დაგვრჩა, თვითონ გწერენ, ან მოგუნიშნავენ ხოლმე, რომ ესეთი პროფილები შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა და რაღაც ასეთი რამე ჩაიდინან, ამაზე გთხოვენ ხოლმე რეაგირებას. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს ზუსტი და ინფორმაცია იყოს ისეთი, რომელიც მაგალითად იყოს შემთხვევა, რომ რაღაც ინფორმაცია არის თუ არა მაგალითად ყალბი. მე როგორც მახსოვს, ჩვენ გავაშუქეთ, რომ მაგალითად ქალაქ გორის უბნებზე ოპოზიციამ ხმების დიდი რაოდენობა აიღო ჯამურად, ვიდრე ხელისუფლებამ. ამაზე ხელისუფლების მხარდამჭერები წერდნენ კომენტარებში, აკომენტარებდნენ, რომ ანუ манипуляციას ახდენენ იმ კუთხით, რომ ჩვენ რომ ვამბობდით, რომ ეს ქალაქში მოხდა, ქალაქის უბნებზე, ეს ტროლები და ეს სტუდაკირებებულია და საერთო ჯამში აკომენტარებდნენ, რომ ეს იყო
ცრუ ინფორმაცია, იმიტომ რომ გორში და არა ქალაქ გორში, ანუ გორის მუნიციპალიტეტში, როდესაც 100-ზე მეტი უბანია, იქ პირიქით თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ ჩვენი ინფორმაცია იყო, რომ ქალაქ გორის 26 უბანზე რა მოხდა. და ესენი აპელირებდნენ, რომ გორს გულისხმობდნენ და არა ქალაქ გორს, ანუ გორის მუნიციპალიტეტს გულისხმობდნენ და არა. და ამაზე იყო მერე როგორც ჩანს, რამდენიმე მომხმარებელმა ეს ინფორმაცია გაასაჩივრა, რომ თითქოს ვავრცელებდით არასწორ ინფორმაციას, რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს იყო სწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ დათვლილი, მითითებული უბნები, რაოდენობა მითითებული და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოხდა მასიურად ამ ინფორმაციაზე შემოტევა, ალბათ რაღაც დავალება იყო თუ რა იყო, მართლა ის იყო რა მე მოგწერეს კიდევაც ფაქტების ფაქტ-ჩეკინგის გუნდმა მოგწერა რომ იყო ესეთი შემთხვევა და რა პასუხს გავცემდით, გავეცეთ შესაბამისი პასუხი და ეს ინფორმაცია არ წაიშალა. ეს ინფორმაცია ჩაითვალა, რომ იყო ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს საზოგადოებას და რომელიც იყო, ასე ვთქვათ, დადასტურებული, მითითებული თავის წყაროებით, CESCO-დან ამოღებული ოქმებით, ეს იყო ოქმები, რომელიც იყო იურიდიული ძალის მქონე და ასევე მითითებული ქონდა ელექტრონული არჩევნების შედეგები. ანუ რაც გულისხმობ, როცა ადამიანები, ასე ვთქვათ, იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო იმ პერიოდში, რომ ძალიან დიდი გამოხმოვრება მოყვა ამას. აი ესეთი ზუსტი ალბათ მონაცემებით გამყარებული ალბათ ბევრი არც აკეთებს ხოლმე ამას, ხო? მაგრამ აი ეს ზუსტი ინფორმაციაზეც კი იყო შემოტევა. ამიტომ როგორც თვითონ მედიებმაც ალბათ ასე დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ეხლა პატარა შეცდომაც რო ყოფილიყო აი ამ მტკიცებულების გარეშე და უბრალოდ ვარაუდის დონეზე დაგეწევით. შესაძლებელია ეს ინფორმაცია წაშლილი იყო და ჩაეთვალა ჯგუფს, მეტად ჯგუფს ან კიდევ ფაქტ-ჩეკინგს, რომ ეს მედია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და როგორც ახლა დღეს რომ პროპაგანდისტულ მედიებზე გადავლენ და ცდილობენ დააფოლოვერონ, იქ ამოაგდებს, რომ ეს მედია უწერენ მერე მოქალაქეებს და ეს მედია ხშირად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ხო? აი ამის იარლი ყირო არ მიიღოს მსხვერპლმაც, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება საჭირო და დიდი სიფრთხილე და საიდან გვაქვს ჩვენ ეს უნარები? სწავლით და გაცვლითი პროგრამები და ტრენინგები. გაცვლითი პროგრამები და უამრავი ტრენინგები ჩატარებული ამაზე. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ამდენი ტრენინგები და ამდენი იმ ტრენინგს თუ გამოიყენებს ნებისმიერი ადამიანი ყოველთვის არის სარგებელი და ამ ტრენინგების წყალობით ამ ხარდაჭერით არის მიღებული ეს ცოდნა და ეს გამოცდილება. ჩამოგვართვან იმ კანონის მიხედვით, თუ რუსული კანონის მიხედვით, თუ მაგალითად დარეგისტრირებული ხარ, არ დარეგისტრირდი, ხო, და ჯარიმა დაგეკისრებათ, ჩამოგართმევენ ტექნიკას, ხო? ჩამოგართვან ტექნიკა, წაიღონ კომპიუტერები, ხო, დაკტოვან ცარიერზე, ჩვენ შეგვიძლია ტელეფონით მიმუშაოთ, მაგალითად. სულ რო წაიღონ მთელი ტექნიკა რედაქციიდან, ხო, ჯარიმის სანაცვლოდ კონფისკაცია მოახდენ, ტელეფონით იმუშავებ ელემენტარულად, იმდენად, ასე ვთქვათ, ადვილია უკვე ჩვენთვის მუშაობა და ამ ტელეფონსაც თუ ჩამოგართმევენ, მაშინ ხო აი მაშინ მართლა რა უნდა იფიქრო, მართლა რომელ სახელმწიფოში ცხოვრობ, ხო? ამიტომ არის რომ კიდევ ერთხელ იმ თავარი ჩემი სათქმელი ეს არის, რომ იმიტომაც ებრძვიან ესეთ მედიებს, რომ ესეთი ებრძვიან იმ მედიებს, რომლებიც ფინანსდება ფონდებისგან, რომ ესეთი მედიები არიან ყველაზე ეთიკურები და სტანდარტის დამცველები ქართულ მედია ბაზარზე. აი ამ ყველაზე მეტად ეს არის ხაზგასასმელი. ბოლოს სანამ დავუშვებით მაყურებელს, მეც მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად ადგილობრივი ინტერნეტ მედია საშუალებები არის ძალა ადგილობრივი მოსახლეობის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ მედიებამდე, რომელიც ოფისები ხშირ შემთხვევაში თბილისში მდებარეობს, არ ყავთ რეგიონებში ხშირ შემთხვევაში წარმომადგენელი, ვერც კი მიდის სწორი ინფორმაცია, დროული ინფორმაცია და მე
მინახავს მაგალითად შენი გადაღებული კადრები ცენტრალური ტელევიზიების გვერდებზე, ჩვენი კოლეგების, ჩვენი თანაქალაქელების გადაღებული კადრები ცენტრალური ტელევიზიების გვერდებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამ დროს რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტად დაგეჭიროთ მხარი და მეტად გაგრძნობინოთ ის რომ ჩვენ თქვენ გადავნებთ თვალს გენდობით და გვჭირდებით. ამიტომ ჩვენს მაყურებელს მივმართავ პირველ რიგში რომ რაც შეიძლება მეტად დაუდგეთ გვერდით ადგილობრივ ინტერნეტ გვერდებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვინც ამ გვერდებზე, ვინც ამ ინფორმაციის შესაქმნელად მუშაობენ, არიან ნებისმიერ მომენტში თქვენი მთავარი ძალა, იმიტომ რომ როდესაც დახმარება დაგჭირდებათ, პირველ იქნებიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც თქვენთან მოვლენ და ვინც თქვენს სატკივარს, თქვენს სათქმელს მიიტანენ სხვა ადამიანებამდე და ამის მაგალითი ყავს საბა, რომლის გვერდზეც რო შეხვდეთ, ქართლის სამების გვერდზე დაგხვდებათ არაერთი ინფორმაცია, რომელიც შემდგომ დიდ გვერდებზე გადაზიარებული გინახავთ, ვიცი რომ ხშირ შემთხვევაში წყაროც კი არ არის ხოლმე სამწუხაროდ მიწერილი და ამის ფაქტებსაც შევსწრები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ მედიებს, როდესაც იყენებენ ჩვენს მასალებს. იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანები იყო შემთხვევები, რომ მარტო ადგილობრივ გაშუქდება, ანუ მათ უნდათ ხოლმე რომ ეს ამბები გაშუქდეს ცენტრალურ ტელევიზიებზეც. და არის ხოლმე შემთხვევა, რომ პირველი ჩვენ გვაქვს პრინციპში ყველაზე მეტი რაოდენობრივად შეხება ადამიანებთან, ვინმე ცენტრალურ ტელევიზიებს. ამიტომ ხშირად ისეთ ამბებს ვაწყდებით, რომელიც იმ წუთში ცენტრალური მედიებისთვის მიუწვდებელია. მაგრამ მათ სურთ ხოლმე რომ გაშუქდეს ცენტრალურ მედიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ცენტრალური მედია არსებობდეს, რომ ადგილობრივი მედიის მასალები გამოიყენოს და უბრალოდ დიდი ძალა აქვს ამას ჩვენთვისაც, რომ როცა შენს მიერ გაშუქებული მასალა ხდება ცენტრალურ მედიებში. და უფრო დიდ მასშტაბში. თუ აქედან რომელიმე რგოლი ამოვარდება, ხო, შენს რომ მარტო დარჩე და არავინ მხარდამჭერიც კი არ ყავდეს, რომ შენს მიერ გაშუქებული მასალა მარტო შენ აუდიტორიაში გაშუქდეს, ესე ძალიან ცუდია. ამიტომ არის რომ ყველა რგოლი როცა არსებობს ცენტრალური ადგილობრივი მედიები ეს ამითი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და რატო არის ახლა ადგილობრივი მედია მნიშვნელოვანი? ერთ მაგალითს მოვიყვანდა, ალბათ ამითი ნათელიც გახდება და ამითი დავასრულოთ. ეხლა სოფლის კრებები ტარდებოდა და სულიად შემთხვევით ერთ-ერთ სოფლისკენ მივდიოდი, სხვა სოფელში მივდიოდი და გზის გასაყარზე ორი მანქანა იდგა, გარშემო 5 თუ 6 ადამიანი. მე ჩავთვალე რომ ეს ორი მანქანა ერთმანეთს ესაუბრებოდა და ველოდებოდი რომ დაემთავრებინათ საუბარი და მანქანას მგზავრები, მძღოლები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და მე ჩავთვალე რომ დაემთავრებინათ ის რა ქვია საუბარი და მე ალბათ გააგრძელებდნენ გზას, მაგრამ არ დაიძრა ეს მანქანა. მე გადმოვიდა ვიკითხე რომ ნუ რატო იდგნენ და თურმე გზა ყოფილა გადაკეტილი. ელოდებოდნენ მერის ჩამოვლას თურმე, აი სულიად შემთხვევით გადავაწყდით ამ ამბავს. ელოდებოდნენ მე რომელიც მიდიოდა სხვა სოფელში და ცდილობდნენ რომ ეს მერი წაიყვანათ თავის სოფელში და რო არ გაქცეოდათ აი 5 ადამიანმა ორი მანქანით გზა გადაუკეტა, რომელიც სურათი თითქოს არ იყო ისეთი, რომ რაღაც აპროტესტო აქცია იმართებოდა, მაგრამ ამბავი იყო ისეთ სოფელში, სადაც ალბათ წელიწადში ერთხელ თუ წავა ადამიანი ან მედია იქ გასაშუქებლად და ამას მოყვა ის, რომ ეხა პროექტიც შედგენილია, ამას მოყვა ის, რომ ერთმა სოფლის კრებაზე რაც გადაწყვიტეს რომ თვითონ უარი თქვეს იმ პროექტზე და ის თანხა მიმართათო იქითო ვინც იქ გზა გადაუკეტა მე სამ გზა ჭირდებოდა. აი ამბავი არის თითქოს ელემენტარული, მაგრამ პროცესი არის ის რაც დაგანახებს იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც იქ ცხოვრობენ. და რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ იგებენ ადამიანები თქვენი დახმარების გარეშე. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემთან იყავით. მადლობა თქვენ. მადლობა რომ ასეთ საინტერესო დეტალებს გავუსვით ხაზზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კანონში ცვლილებები გქონიათ რომ უბრალოდ კანონში ცვლილება შედის ვიღაცის სასარგებლოდ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 1 წლის მანძილზე ყველაზე მცირე პერიოდი რო თქვა ჩვენ ხედავთ რომ კანონები სულ ჩვენს წინააღმდეგ არის მიღებული და მაქსიმალურად ცდილობენ რომ კრიტიკული ხმა ჩაახშონ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა რომ მუშაობთ ჩვენს მუნიციპალიტეტში და აღშუქებთ იმ თემებს, რაც რეალურად ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენც ასე გაიხარეთ.
მე კი ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობები და შეგახსენებთ, რომ სტუდია ალგორითმი შეგვხვდებათ პარასკევს 21 საათზე. რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ადამიანს, ვინც დღეს იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ქონდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული მოვალე.